პატრიოტთა ალიანსმა მაჟორიტარი დეპუტატობის რამდენიმე კანდიდატი წარადგინა. საარჩევნო ბლოკის სახელით ქარელის რაიონში წარდგენილია ჟურნალისტი ბონდო მძინარეშვილი, ნაძალადევსა და თემქაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი კახაბერ კორძაია. სიღნაღსა და დედოფლის წყაროში ბავშვთა უფლებებსა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე ნაირა ალავერდაშვილი. ახალციხესა და ადიგენში წარდგენილია გოდერძი კუბლაშვილი, რომელსაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მუშაობის გამოცდილება აქვს. პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი წარდგენილი კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებულია. ადამიანები, რომლებსაც ესმით, რა არის კარგი, რა არის ცუდი და ესმით ჩვენი საზოგადოების და ხალხის ტკივილი და შეუძლიათ ამისთვის იბრძოლო. აი ის ყველა ადამიანი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, ან აქამდე დავასახელეთ ჩვენ, სწორედ ამ კრიტერიუმებით არიან შერჩეული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კანდიდატები ღირსეულად იბრძოლებენ, ჩვენი კანდიდატები შეძლებენ იმ რეგიონული პრობლემების გადაწყვეტას, სადაც ჩვენ წარვადგინეთ ისინი მაჟორიტარებად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში. შანსი მეძლევა ჩავდგე ჩემი მშობლიური ქიზიყისა და ქიზიყელობის სამსახურში. მე მინდა მოუწოდო სიღნაღისა და დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, ჩემს ამომრჩევლებს, ჩემს მეგობრებს, მეზობლებს, კლასელებს, ნაცნობებს, უცნობებს, რომ ყველანი მობრძანდნენ არჩევნებზე და გააკეთონ არჩევანი.